სტანდარტი, აი რაც იყო თქვა დაცული, ხო, ამ ხელა დიდ მედიებში, როგორც აი თუნდაც რადიო თავისუფლება რა. რომ აი კრიტიკული აზროვნების იმის ამ ხელა მასალები ვრცელდება რა შენ რესპონდენტზე რომ ერთი შეკითხვა არ იქნა მის მიმართ დასმული. პირდაპირ ასე უნდა გალესონ და წარუდგინონ საზოგადოებას როგორც გმირი, ეს ასე არ ხდება. ისიც რა გენაცვალეთ ჩვენ ბოლო შეკითხვას რაც შეეხება მე არ ვცდილობ ვიღაცა დავარწმუნო ამაში მე ვიხდი ჩემ მოვალეობას ჩემი ფიცის მიხედვით მე ვარ სამხედრო და დღემდე ვრჩები ამათ და ვრჩები ჩემი ქვეყნის პატრიოტად მე ფიცი მაქვს მიცემული ორჯერ ერთხელ როგორც ჯარისკაცმა მეორედ როგორც ოფიცერმა რომ ემსახურო დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები. ოდესაც უყურებ მე ღალატს მე იძულებული ვარ და ვალდებულისა ვარ ეს ყველაფერი უთქვა და ვილაპარაკო და ეხლა და ყველას თავისი მოვალეობები და ღირსება გააჩნია საკუთარი ერის და საკუთარი სამშობლოსთან მიმართებაში. ჩვენ ცნობილი ვართ პოლიტიკურ დევნილებად სამწუხაროდ ესეა ჩემი რეალური მდგომარეობა და ირაკლი შეიშმელაშვილი ჩემ დოსიეში სადაც საფრანგეთის რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩემთვის ეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი არის უმთავრესი როლის შემსრულებელი